შორეული წარსულიდან მესმის ჰანგი ძველი და ბავშვური მონატრებით ტირიფებზე მღერი ყავდა მყურებს სავსე მთვარე აიშლება წლები და შემხთალი მოგონება ჩემს გაზაფხულს უკვე ჩაიფიქრე გოგო. დღეს იუბილარების დღე გვაქვს, ხო? მოდი ბარბარე. ბარბარეს დაბადების დღეა და 10 წლის გახდა ბარბარე და ძალიან დიდი მადლობა იცი რისთვის, რომ შენ დაბადების დღის აღნიშნის დაწყება დაიწყე ჩვენთან. კი, გიორგობას გილოცავთ აქვე თან. რა კარგ დღეს ხარ დაბადებული. საოცარ დღეს. მოგვენატრე, იცი? მე ძალიან მომენატრე ხათოში. მოდი ხარ ახოს მოვიწერი და მოდი ცოტა ხა ვიჭორაოთ რა, ძალიან შორს ხარ წავედი მე კამერებისგან მაინტერესებს. ბარბარიკო, ეხლა მომიყევი, როგორ ემზადები დღევანდელი დღისთვის? რამდენი ხნით ადრე ემზადები? საჩუქრების სია თუ გაგდა შემთხვევით თუ დააგდებ, რომ უი დაინახეს მშობლებმა. აბა მომიყევი. არა, მაგრამ მაქვს ძალიან კარგი სამზადისი, ვარ ძალიან მხიარულად, რადგან ორ ნიშნა გავხდი და არ მჯერა, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ერთ წელი ძალიან მალე გავიდა. აი სადღაც ერთ კვირაში მოვიდა ჩემი დაბადების დღე, ასე მგონია, ძალიან ბედნიერი ვარ. და ვაპირებ ოჯახურ დაბადების დღეს და აქედან მივდივართ ჯინოფერადაიში, მე და ჩემი მშობლები. ოჯახური დაბადების დღე ხომ მოყევი რას ნიშნავს? ჩვენ რო არ ვპატიჟებს მაგას ნაკ. გაჩვენდი კაცო. ძალიან მინდა და პატიჟებინა ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი დაიკოები, ჩემი დედიკო და ჩემი ერთ-ერთი მამიდაშვილები. რომელიც ძალიან მიყვარს და იოანა მიყვარხარ ძალიან. ჩვენც გიყვარხარ იოანე. ეხა მითხარი, მამა ამერიკიდან ჩაგერთვებათ ალბათ. თითო ვიდეო თვალით იქნება მთელი ლაპარაკები და მილოცვები. ხო და ეხა სანამ ეგ მილოცვები იქნება, იქ მოგვიყევი მამასთან რომ იყავი, იქ რა ხდებოდა? ესეც ხო არის ერთ-ერთი დაბადების დღის ახდენილი ოცნება, საჩუქრის ახდენილი ოცნება, რომ ამერიკაში იყავი შენ მამიკოსთან და დიდი ხანი, ხო? ძალიან ბედნიერი ვიყავი, 3 თვით ვიყავი მე მამიკოსთან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთად მთელი ამერიკა შემოვიარეთ. ძალიან მომეწონა ორლანდო, მაიამი, ორლანდოში ვიყავით დისნეილენდში. აი, მე დანატუკამ ვიცი, გუბნები ისა ქალაქები ძალიან. კი.
ყველა შტატები უბრალოდ. ყველა მულტფილმის გმირი გაცოცხლდა ჩემ თვალწინ და ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ბევრი ლამაზი რაღაცები ვნახეთ და ძალიან მომიწონა დისნეილენდის კოშკის გარშემო რომ საღამოდებოდა ფეივერკებს რო უშვებდნენ გარშემო ეს იყო ლამაზი. ანუ საღამოს პროგრამა მოგეწონა. საღამოს პროგრამა ყველაზე მეტად მომიწონა და გართობით გავერთე ყველაზე მაგად მე დედიკო და ჩემი მამიკო ვიყავით. და მე ვიცი რომ სიურპრიზებიც იყო და ბევრი ქართველი, ამერიკელი ჩვენი ემიგრანტებმა იქ საოცარი სიურპრიზები. საღამო არ გაკეთდა რო ფანტასტიკური თან. კი, სანამ მაგაზე გადავიდოდი, ჩვენოსავე ვიყავით მაიამში. მაიამი არის საოცრება ადგილი, აი მართლაც საოცრება ადგილია. რითიც აღფრთოვანდი ეს იყო ოკეანე და თეთრი ქვიშა, იმიტომ რომ როგორც ესეთ მე ვარ სამეგრელოდან და იქ თეთრი ქვიშა არ მქონდა ნანახი, სულ ყავისფერი ქვიშაა ხოლმე და აი ამ თეთრ ქვიშაზე გადავირი. ოკეანე ძალიან ცივი იყო, თან თბილი იყო, ძალიან კარგად ვიცურავებ და ძალიან მესიამოვნა. ასევე ჩვენ იქ დავდიოდით ქართულ რესტორნებში, სადაც გავიცანი ჩემოსაყვარლეს მომღერალი ნინი შერმატინი. აქედანაც მოვკითხავ, მას ნინი მიყვარხარ. ჩვენც მოვიკითხავთ. კი, და ძალიან საყვარელი ადამიანია. სითბოს და სიყვარულს ასხივებს. ძალიან მესიამოვნა. იქ ყველგან დავდიოდით ქართულ რესტორნებში და ძალიან მიხაროდა, როდესაც მცნობდნენ. მაგრამ აი სიმართლე რომ გითხრათ, მე იქ ვნახე ძალიან ბევრი ემიგრანტი. აი მართლაც რომ თქვა, ვერ წარმოედგენდი რომ სულ სხვა ქვეყანაში იყავი. რადგან აი ძალიან ბევრი ქართველი იყო. ვერ წარმოედგენდი რომ აი იქ არიყავი და სულ სხვა ქვეყანაში. ანუ ქართული სიტყვა რეალურად შენ გარშემო. მე ვნახე აი ემიგრანტების მოწყენილი თვალები, მათი ის მოწყენილი სახეები, ყოველ თითქმის ჩემს შეძებდა იმ ადამიანს, ვიც დატოვა საქართველოში და წავიდა იქით და მინდა გადავცე იმ ადამიანებს, ვისაც ყავთ ემიგრანტები საზღვარგარეთ, მინდა გითხრათ რომ დაურეკეთ, მოესიყვარულეთ, უფრო მეტი სითბო აჩუქეთ, უცხარით რომ თქვენ მასზე ფიქრობთ და დამჯერეთ ის მასთვის ძალიან ბედნიერება იქნება და ისინი თქვენ გელოდებიან, რადგან ისინი თქვენთვის შრომობენ. როგორი გაზრდილია, ბარბარე და არ წამომივიდეს მართლა. როგორი საყვარელი ხარ, გამხარი და არ მინდა ცრემლები შენ დაბადების დღეზე. მითხარი ახლა მე ვიცი რომ ნინი შერმადინი სპეციალურად ჩამოვიდა შენ სანახავად, ხო სხვა შტატიდან. ფილადელფიიდან ჩამოვიდა ნინი. და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი რომ ამ ხელოგზე გამოიარა ჩემთვის. აი მართლა ძალიან საყვარელი ადამიანი, აი საჩუქარიც მერჩუქა საყურები, რომელსაც აქვს მწვანე თვალი და არის ძალიან ლამაზი. და არ ვიცი, ძალიან ბედნიერებას ასხივებს ნინი. იცი მე რა მაინტერესებს, ხო საოცრად ნიჭიერი არის ბარბარე, ხო? და როდესაც რაღაცა ამერიკაში ხარ, ამ ხელა ემოციებით, რაღაცა სიახლები რა ხდება, ახალი სიმღერა, ახალი ლექსი, აი ამ დადებითი ემოციები რაღაცაში ხონა გადაიტანო, აბა რა ხდება, შემოქმედებითი მხარე ავიღოთ ახლა. არაერთი ლექსი დავწერე ამერიკაში, მაგრამ დღეს დაგეკითხავთ ერთ-ერთს. აბა? სადღაც 1-2 კვირის წინ და რომელიც არის მონატრაბაზე და ქვია სათავრად მონატრაბა. აბა გისმენთ. სულ მენატრაბა ჩემი მამიკო. სულ ვენატრები მე ჩემს მამიკოს. ეს მონატრება ჩვენ დაგვებედა მონატრებულო ჩემო მამიკო. სულ მენატრები ჩემო მამიკო. სულ გენატრება შენი ბაბიკო. მონატრება რა და გიშავე სულ მე რომ ნატრობ ჩემ ტკბილ მამიკოს. მე შემიყვარდა ეს მონატრება, ნატრად ქცეული ჩემი მამიკო. გთხოვ, მონატრება არ მომანატრო, სულ ჩემთან იყოს, ჩემი მამიკო. ბრავო. მე მგონი მონატრება ცოტა რაღაცნაირად მორბილდა, იმიტომ რომ სამეთო შენი მამიკო შენთან ერთად იყო, ხო? და რაღაცა მეტნაკლებად უფრო გაგიადვილდა, ხო, ეს პერიოდი რომ ჩამოხვედი. კარგი, ეხლა კიდე მითხარი სიმღერები, ახალი კიდე რა ხდება შენ თავს? შენ არ გაჩერდები ცეკვა და ასე შემდეგ ასე მოგუხარ. ბატონო, ეხლა მაისისთვის პლატფორმ, როგორც ისიც მე დავდივარ ლაპრიმა სტუდიაში ნინო მომძესთან, ეხლა მაისისთვის გეგმავთ კონცერტს. სოლო ხომ არ არის ეს შემთხვევით? არ ვიცი, ნამდვილად ჯერ ეს არ ვიცით არავინ, მაგრამ ვიცით რომ კონცერტი გვექნება სადღაც მაისისკენ. ასევე ვამზადებთ ცეკვებს, სიმღერებს ვამუშავებთ, რადგან ცოცხლადაც უნდა გავიტანოთ რამოდენიმე სიმღერა და ცეკვებსაც ვამზადებთ. და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩემ მარიმას სწავლებელს, მარიმას დიდი მადლობა რომ ამდენ შრომასდებთ ჩვენში. ჩვენც ვერთდებით ამ მადლობას. მეც რა მაინტერესებს, მე ვიცი რომ ემიგრანტებისთვის პოეზიის საღამო გამართე, ხო? სოციალურ ქსელში იყო არაერთი ვიდეო. და ძალიან ისეთი მოხმაურება ქონდა მას და ბევრი ემიგრანტი იყო იქ მოსული და გაუხარდა ძალიან და ოვაციები იყო და უფრო დაწვრილებით დეტალურად რომ მოგვიყვე ამ საღამოს შესახებ შენ.
მე როდესაც ჩავედი, მამიკამ გამიკეთა სიურპრიზი, შეკრიბა თავისი ყველა იმიგრანტი მეგობარი, მე კი ყავდა და ვისაც მე ვუყვარდი და მოკლედ ყველა იმიგრანტი შევკრიბეთ და ჩავატარეთ საღამო, სადაც ვიმღერე ჩემი ყველა სიმღერა, წავიკითხე ლექსები და იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი საღამო და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ემიგრანტებს, რომ ცოტა დრო გამონახეს ჩემთვის და მოვიდნენ და ამისთვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იცი რა, მე კიდე სოციალურ ქსელებში ვნახე, რომ შენ თბილისშიაც რაღაცა შეხვედრები გაქვს, სადაც სასულიერო პირებიც ესწრებიან და რაღაცა, აბა გითხარი ესეც რაღაცა მსგავსი საღამო არის, რაც ამერიკაში იყო? მაკაშალი კაშულთან მქონდა ერთ-ერთი საღამო, სადაც წავიკითხე მამა და მის ლექსი, ჯვარი დასწერ, თუნდაც დღესაც წაგიკითხავთ, არ არის პრობლემა. არანაირი პრობლემა არ არის. აბა? მოგვიყევი ახლა ესა რა ქვია, ეს რა ლექსი არის, რომელიც შენ უნდა წაგვიკითხო? შენი ლექსია? ესა არა, მამა და მის დაწერილი ლექსია, ეს წავიკითხე მაკაშალი კაშულთან ერთად და დღეს წაგიკითხავთ, ამას ქვია ჯვარი დასწერ, ბოდიში, ზინდა მოეწყდა. O საქართველო დამილოცე მამავ და ზეცავ. სისხლისგან დაცლილს ჩემს სამშობლოს 4 კუთხი დაკურთხებს მზეცა. ლიხის ქედიდან ხრუბლებამდის დასმეტილი გოდებს სანათა იმის მაკვნესამ თუ ჯგირაგის ფარის ძალამ რამ გაანათა. ქართველის გული მისი სული დამილოცე საბაოდ ღმერთო. ეგების წამლად აფხაზეთის სამაჩაბლო შემოგვიერთო. მაშინ ბავშვობის გაწყბეტილი კინოფირიგან მეორდება თორემ წარსული ლურჯ ტალღებზე ჩამოწოლილ ღამეს შორდება. სადღებამდე მომავალიც დამილოცე ქრისტე უფალო ტყეს მიწას ყანას მადლიაცხე წყალს და წვიმას რიხეს უბრალოს ტრებმა ჰერეთის 400 ტაოს ხალთას გუნი ჯავრით დასერეს ცისთახს მიღწევს ხარას თეთნუს ჯანღას ჯვარი დასწერე ხალატით დახლილს ჩემს თეთრ მამულს იფინება იმედად ზეცა ჭირისგან ქართლის გადარჩენას ჭირის სუფლებს გვპირდება ზეცა ლიხის ქედიდან ხრუბლებამდის ასვეტილი გოდებს სანათა იმის მაკვნესამ თუ ჯგირაგის ფარის ძალამ რამ გაანათა. რა გინდა შვილო ჩვენგან? რას გვერდში მითხარი? მამა ადამიანს დიდი მადლობა შენს მადლობას შესრულებისთვის. არის ფანტასტიკური გოგო. ბარბარე, იცი რა ადამიანმა რომ შემოგხედოს, იმდენს მუშაობს, სულ მუშაობს. რა პერიოდი გაქვს, როცა ისვენებ, თამაშობ. თან გუშინ ღამე ჩაუწერია სიმღერა, იცი შენ? ამაშია საქმე. გაქვს რაღაცა დრო, რო აი ითამაშო, ცოტა ხანს განიმუხტო ყველაფრისგან. აი შემიძლია რომ გითხრათ, აი კიდევ ვარამდე რაღაცაზე, კი კარგავ რაღაც ენერგიებს, მაგრამ იქ უფრო ვისვენებ, ვიდრე აი ეხლა დავждე და პროსტა დავისვენო და აი რაღაც სკროლოვან რაღაც ეგეთი გავაკეთო. ხო, აი თამაშის მხრივ კი აი ჩემ მეგობრებს ვრეკავ ხოლმე, ვლაპარაკობ შესვენებები როცა გვაქვს ხოლმე და აი ერთად ვერთობით ხოლმე რაღაც ეგეთი თამაში არ არის, საუბრობთ, ჩვენ გვაინტერესებს რამეს თუ თამაშობ. აი იგივე წრესი ბურთი იყო ჩვენ ბავშვობაში ძალიან აქტუალური, რაღაც კლასობანა იყო. აი მე მაინტერესებს თამაში თუ თამაშობ, ხო რაღაც სხვადასხვა ბურთი. რას თამაშობ? კი, აი მე პირადად ძალიან მიყვარს ფეხბურთი და წრეში ბურთი ერთმანეთს. აი სკოლიდან რომ გამოდივართ ხოლმე, ცოტა ხნიანი შესვენება მაქვს და აი ყველა ბურთთან ერთად რომ თამაშობ და აი ეგრევე. როდის რამეს მე არ ვიცი, აი თან ლექსტერ, თან მღერი, თან ცეკვავ. და თოჯინებით თამაში, კი ვიცი 10 წლის ხარ, მაგრამ ან რაღაცა კოლექცია თოჯინების, ან აი რაღაცა და თუ აღარ თამაშობ, როდის მიატოვე თოჯინებით თამაში? წარმოუდგენელი ხარ, შეიძლება გეყვარდეს თოჯინებით თამაში. სიმართლე რომ გითხრათ, აი სადღაც აი მე ესე თოჯინებით და ეგეთ რაღაცები თითქმის არასოდეს არ თამაშობდი. აი ყოველთვის მინდოდა რომ აი რაღაც აი წვრილი შემეტანა, აი ყოველთვის რაღაც აი მუსიკას ვუსმენდი. აი ჩემთვის ერთგვარი გართობა იყო რომ აი სიმღერებს ვუსმენდი, აი სიტყვებს სწავლობდი, ცეკვებს აი რო არის ხოლმე რაღაც ვიდეოები რო იყო ადრე, რაღაც მოძრაობებს რო ხსნიდნენ და ნელ-ნელა ვსწავლობდი და ეგეთი რაღაცები და სიმღერასაც ეგრე ნელ-ნელა ჩემით ვსწავლობდი. და იცი რა მაინტერესებს? აი შენი მეგობრები, აი კარგი, აი ხომ ეს რამე მაინტერესებს. ყველაფერი ერთად მინდა რომ კითხო. აი შენ მეგობრებთან როცა მიდიხარ დაბადების დღეებს. კი ბატონო. ხო? იმათ ხო სხვანაირი დაბადების დღეები აქვს, შეიძლება ისეთი არა როგორც დავუშვეთ შენ გაქვს, ხო? აი იქ ერთობი თუ ის ცოტა უცხო არის შენთვის და ცოტა მოწყენილი ხარ.
სამართლად გითხრათ, მე ეგრე არასოდეს არ ვარ, იმიტომ რომ როგორც გარემოშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩემთან ერთად გაიზარდნენ და აი ყოველთვის ერთად რო ვიყავით, რაღაც ისეთ შეგრძნებაა, რომ აი მე სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ერთმანეთის გულში ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ერთად ვართ და ყოველთვის ძალიან კარგად ვერთობით, სადაც არ უნდა ვიყოთ. და არის ხოლმე ყოველთვის ის რომ ბარბარე უნდა გვიმღერო, ბარბარე რაღაც იქ არის ხოლმე ლექსი წაგიკითხო. ჩემ მეგობრებთან ერთად ყოველთვის არის და ჩვენ როგორც ისიც ვართ ერთ-ერთი ჯგუფი ვართ 5G და 5G-ში გვაქვს ხოლმე გადაბმული მუსიკები და ჩემთან რომ მოდიან მაგალითად სახშენ დაბადების დღეებზე რომ მიდივართ, ვთავთ ცეკვავთ მღერით და ძალიან კარგი შეგრძნება, აი მართლა რა. ეს ცალი თვალით მინდა ისე სიგიჟემდე რომ დავინახო როგორ მეც მაინტერესებს. იმიტომ რომ მარტო რაღაც ცალკე სანახაობა იქნება ძალიან საინტერესო. 5G-სთან ერთად ველოდებით მოკლედ ბარბარეს აუცილებლად ჩვენ. შემდეგში ალბათ 5G-სთან ერთად მოვა.